Ყველას მოგესალმებით ჩემოწვევ ფასებო. წინა წლებში ნაძვის ხე სოფიასთან ერთად მოვვრთე და ამ წელს მარტო მოვვრთეთ, მარტო რა ჩვენ ოჯახმა ოღონდ ყოველი ახალი წლის წინ ეს დაფარულია ხოლმე თქვენთვის. სახში არის სრული ჯოჯოხეთი, შეიძლება ითქვას, უკვე ალბათ 1-10 დღეა არ ჩერდება ლანძღვა და ამ შემდეგ და ამიტომ ცხადია რომ არც განწყობა არ იყო. იცით როგორ არის, როცა ადამიანი ბევრ რაღაცას აკეთება, როცა ბევრი მოვალეობა გაქვს, ისედაც არ არის რთული, რომ ღირსეულად გავუმკლავდე ყოველ მათგანს. მე ამ ეტაპზე მიწევს რომ ვიყო დედა, მიწევს რომ გადავიღო ვიდეოები, დავამონტაჟო და დავდო. ამასთანავე მარათონში ჩემ გოგოებთან ვიყო. პლუს ევა გავიყვანო გარეთ, გავაკეთო სადილი, დავითვალო კალორიები, გავიარო 10,000 ნაბიჯი და პლუს ამას დამატებული ამ ყველაფერს აბიტურიენტიც ვარ. და ეს ყველაფერი ძალიან რთულია რომ აწიო. ამით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც ADHD აქვს, ვისაც ADHD აქვს, ეგენი გაიგებენ. დანარჩენებისთვის ახსნაც კი რთულია. მოკლედ და მიუხედავად მაგისა, მე მყოფნის შინაგანი ძალები იმისა, რომ ეს ყველაფერი ავწიო, კი რა თქმა უნდა ადამიანი ვარ. ხანდახან მე ვცვიღლები, ხანდახან მეც ვბრაზობ, ხანდახან მეც გამოვდივარ წყობილებიდან, მაგრამ ეს ნორმალურია. ვინც იტყვის რომ მე არასდროს არ ვცვიღლებდი და წყობიდან არ გამოვდივარო, ის ვიცით ყველა რომ გვატყუებს, ხო და მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ვუმკლავდები და ვფიქრობ რომ ისე რომ სახეს არ ვკარგავ ხოლმე, მაგრამ ანუ უკანა ფონზე ჩართული უმიზნო და უაზრო სიძულვილის მდინარე, რომელიც მოედინება ადამიანის ახლობელი ადამიანის პირიდან, ეს ძალიან რთული რაღაცა. ყველასთვის რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ მათთვის ისეთი რთული არ არის როგორც ჩემთვის, იმიტომ რომ მათ ისე არ ხვდებათ და ისე არ დგენთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათი ახლობელი არ არის. ანუ ჩემიდან არის მათი ახლობელი. ხო და მოკლედ მიუხედავად ამისა, უკანა ფონზე ერთი ამბებისა, ვცეკვავ, ხერი ვარ, მუსიკა ჩავრთე და ვცდილობ ევაც ცეკვავს სიმღერა ჩავრთე, რომ ხმა გადაიფაროს იქიდან, მომდინარე ხმა. და როცა ეს ამბავი ევამ კი აღამ წააქცია შტატივი, თან არავშევრა მეუბნებოდა. და როცა ეს სიმღერა ცეკვა თამაშმა პიკს მიაღწია და ვიდეოს მორჩი გადაღებას, მე საერთოდ კონცერტები დაიწყო უფასო. ხო, ამიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია დღესასწაულის მიღება. თოკო გვეხმარება აქტიურ მონაწილეობას იღებს, შენ ნაძვის ხე შემოიტანა, მე ეს ამოიღო სათამაშოები, ევა ძალიან აღფრთოვანდა იმ თავის ნაძვის ხით, რომელიც აღარ ახსოვდა. ხვალ ელემენტი უყიდოთო და ხვალ უკვე დღეს არის და ელემენტი უკვე უყიდეთ და მთელი დღე გამოყრუებული ვარ, მაგრამ მაგას ვჩივი ვარ. რა დღეში ვარ. ხო და მოკლედ ესე იკა მეხმარებოდა. ძალიან დინჯად და გულმოდგინედ მე ნერვები არ მყოფნი და ჩხუბობდი და ვიღრინებოდი უბრალოდ. ხო, ეს იმას ვქენით, ეს არის კარგი განათება სოფიამ, რომელიც იყიდა ძალიან კარგი განათება ძალიან და ესე გნომზე მქონდა შემოხვეული, იმიტომ რომ თუ არ დახვი ვეღარ გაშლიო, მაშინ მითხრა და ესე ავაწყეთ. თავიდან მქონდა გადაწყვეტილი ისეთი ხმები იყო ვიდეოში. ვაიმე, ბონი რა იყო? ბონი ხალხო ვიდეოს რო ახმოვანებდი, ბონი იწვა ეგას ფეხებზე, ხო და უცებ ანუ საწოლიდან გადმოვარდა ძაღლი. გადმოვარდა და ანუ ცდილობდა ამდგარიყო და რაღაცა ისე კრუნჩხვასავით ჰქონდა. ხო და აი ზუსტად კატუსის როგორც ჰქონდა პირველად რო დაემართა ის რაღაცა საშინელი ვირუსი. ზუსტად ეგრე, საიდანაც ჩამოვარდა კამოდიდან. ვეღარ დგებოდა ფეხზე, აი ესე თან როგორ იცი ეს რაღაცნაირად რო ირკალებიან და ისე რო დგებიან და ვეღარ დგებოდა. ხო და ძალიან შემეშინა, მოვიფერე რაღაცა, მე ადგა გაიარა. კატუსი ზუსტად ეგრე იყო და ძალიან შემეშინა და დაუწიე.
ძალიან შემეშინდა. ხო და რა ვიცი, ისინი მეუბნებიან, მე ალბათ დაარწყა თავი და მაგიტოო და არ ვიცი, მე ძალიან შემეშინდა და თუ ვინმეს რამე გამოცდილება გაქვთ, გამიზიარეთ. რაცა 4 საათში დააკვირდიო და თუ არაფერიო, ესე იგი არაფერიო, მაგრამ კატოსის მახსოვს, რომ რაღაც 1-2 კვირის მერე იმას ქნა. დაუწყო გამეორებები და რო დაუწყო გამეორებები, მერე всё. ხო, რაღაცა თუ ინსენცეფალიტი თუ რაღაცა და ვიფიქრე კატას ხო არა აქ მეთქი რამე ვირუსი და ხო არ კატასტო თქო. არ ვიცი. აქ რო არის ჩვენთან ვეტერინარი ხვალ მანდ მივა. ხო და მოკლედ ესე. ეხა ჩაგირთავთ მუსიკებს.